მიმდინარეობს კამპანია, დამუნათების კამპანია, ეგრეთ წოდებული, ეძახიან დაბრალების, blame, ანუ დააბრალე, რომ თავი იმართლო რა. იმის ფონზე, რომ ვიღაცებმა არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იმ მოტივით, რომ ვითომ არ გაუპრავონ ქართულ ოცნებას, არ ვიცი, წინა მოპარული არჩევანი. მაგალითად, ჯაფარა და ეს ახალი იძახის, რომ როგორ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და ასე სინამდვილეში აბულინგებენ ნაციონალურ მოძრაობას. ანუ ეუბნებიან, რომ თქვენ სხვა არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და იქ ხაბე იძახის, და მეც არ მივიღებ რაღაც არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს იქნება რაღაცა იქ ვიღაცის ღალატი, ქორცებისთვის რაღაცის გაправება და ასე შემდეგ. რასაც მე ვაკვირდები თითქოს ბულინგი მიმდინარეობს ნაცების მიმართულებით და ჩერგოცხო ნაცებს აგინებს, მიშას აგინებს. იმდენი ხალხი აგინებს ნაცებს, რომ ჩემი წარმოდგენით ამოცანა, პოლიტიკური ამოცანა არის, რომ ნაცები ისე დაბულინგდნენ, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა, გახარია ხო სინამდვილეში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ისე თქვა, რომ მე ნაცების ჭკუაზე ხო არ ვივლი, მაგათ დედაცვატირე, მე მივიღებ აუცილებლად მონაწილეობას, ლელო ისე ლაპარაკობს, რომ აქვს, როცა ჩვენ გადავწყვეტ, რაც ჩვენ სწორი მიგვაჩნია, იმას ვიზავთ, ამას ვიზავთ და შესაბამისად არც ლელოს ექნება პრობლემა, მაგრამ აგერ ეს გმირი დაჭერილები ახლიდან, რა ქვია, ციხეში რომ უნდა წავიდნენ იმის გამო, რომ წულუკიანს არ დაელაპარაკნენ და პლუს კიდე ის ხალხი, რომელიც იძახის, რომ როგორ შეიძლება ამ არჩევნების გაправება, ფაქტიურად გათიშავს ნაცებს და ნეონაცებს საარჩევნო პროცესიდან და კიდევ გააუმჯობესებენ, რა ვიცი, ისინი რა ქვია, ლელოები და გახარიები თავის პოზიციებს. ნაცები კიდევ უფრო ჩაიჩოჩებენ. რასაც მაშინ თავის დროზე ვფიქრობდი მხოლოდ ახლებზე, რომ ეს ხალხი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ყინულმჭრელი ქოცების მხრიდან, რომ ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დისკრედიტაცია მოეხდინათ და ჩემი აზრით წარმატებით მოახერხეს ეს ამბავი, დაწყებული რა ვიცი, არჩევნების შემდგომი პროტესტიდან რაღაც გაყალბებაზე, რაღაცა სულელური რაღაცეების ლაპარაკიდან და მტკიცებულებების ვერდადებიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, რომ აგერ 100 მე რაღაცა დღეს რომ პროტესტი მიმდინარეობს, ეს ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რუსთაველი გადაიკეტოს და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ ჩემი დღევანდელი ლაივის პროგნოზი რაღაცა თვალსაზრისით არის ის, რომ პროცესი მიდის იმისკენ, რომ ადგილობრივი არჩევნები რაღაცა ნაცების გარეშე ჩატარდეს, ნეონაცების და ორგანული ნაცების გარეშე ჩატარდეს. ტევე პირველი, რომელსაც ძალიან გასაგებია, რომ ლელოს აქვს ფინანსური კონტროლი, ნაცებს ებრძვიან, რომ ნაცებმაც არ მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ვინ დარჩება? და ამ დროს მოდის მე ლელოს წარმომადგენელი და იმას ესე არ პრესავენ რა. ისინი ძახის, რომ ჩვენ რაღაცა მოვიფიქრებთ, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ იმასთან შენ მოღალატე ხო არა ხარ, შენ ქოცებთან ხო არ თანამშრომლობა, ესეთი კითხვები არ ჩნდება საერთოდ. ჩემი აზრით ლელო და კახარიები მიიღებენ მონაწილეობას და რაღაცა აღმოჩნდება, რომ ქოცება ბუნებრივად მოიგეს, იმიტომ რომ რა ვიცი, ნაცების მონაწილეობის გარეშე ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საერთოდ რაიმეს იმედი გქონდეს არჩევნებზე. როგორც მაგალითად გახარიას რო დავცინოდით, თუ გახსოვთ, რომ მე არ ვითანამშრომლებ თუ არც ქოცებთან, არც ნაცებთანო, ხელისუფლებაში ისე მოვალ, არითმეტიკას რო არ აღიარებდა. ელემენტალურ ჭეშმარიტებას რო არ აღიარებდა ადამიანი, ამას რო საჯაროდ ლაპარაკობდა და ადამიანებმა ეს რო დაიჯერეს. ამ საზოგადოებაში, რომელსაც შეუძლია რომ ესეთ ნათელ არგუმენტებზე არ გააკეთოს, არ მიცეს რეაქცია. საერთოდ არ მიცეს რეაქცია და მოსული იყოს რომ პოლიტიკოსი ესეთ რაღაცებს ელაპარაკებოდეს. რაღაც თვალსაზრისით ამ პოლიტიკურ სფეროში ესე გამოდის რომ არავის იმედი არ უნდა გქონდეს. საერთოდ არავისი. უბრალოდ არ არსებობს არც ერთი ჯგუფი ან ერთი ადამიანიც კი, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ყოველ შემთხვევაში. ერთი ადამიანიც კი, რომელსაც ექნებოდა რაღაცნაირად სინდისი თუ გამბედაობა იმისი, რომ შეენარჩუნები და თანმიმდევრული პოზიცია. ძიმე სიტუაციაში ვართ. მე ესე წარმომიდგენია, რომ ამ ხალხთან თანამშრომლობა ფიზიკურად არ მოსულა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც გვინდა რომ ჩვენ ადამიანებს ავუხსნათ, რომ რაღაცნაირად
სიმართლეს აქვს მნიშვნელობა, სიმართლეს. აი რისი გაკეთებაც იდეაში სკოლაში გვინდა, ხო? აი რატო გვინდა რომ სიმართლეს აქვს მნიშვნელობა, შენ თუ გინდა რომ ადამიანს სიკეთე გაუკეთო. იმიტომ რომ ტყუილით ადამიანს სიკეთეს ვერ გაუკეთებ. ანუ რაღაც თვალსაზრისით შენ თუ ადამიანისთვის კარგი გინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ კარგის ადამიანისთვის გასაკეთებლად გჭირდება რაღაც პრინციპზე დაყრდნობა, რომელიც სულ გაგიმართლებს და არ იქნება შენ ხასიათზე დამოკიდებული. და ეს პრინციპი არის ის, რომ ადამიანები სულ მუდმივად რაღაცნაირად ვეძებდეთ სიმართლეს.